კითხვა არის ასეთი, რომ როდესაც ბავშვი ჩნდება, მის სახელზე ხსნის ზოგიერთი ადამიანი ანაბარს და 18 წლამდე მის სახელზე გროვდება ეს გარკვეული თანხა პროცენტთან ერთად და შემდგომ თვითონ როდესაც სრულ ასაკოვანი ხდება, ამ თანხას გაანაღდებს და როგორც მას მოესურვება, ისე გამოიყენებს. რამდენად ნებადართულია და ასევე თუ არის შესაძლებელი ბანკში პროცენტის დარიცხვის გარეშე შევინახოთ თანხა. ძირითადად ანაბარი კეთდება, როდესაც თანხა შეაქვთ და ამას ყოველთვიურად გარკვეული პროცენტი ემატება და შემდგომ ეს თანხა ავტომატურად თავისით სადღაც თაროზე დევს, მაგრამ თავისით მრავლდება, ბევრდება და იზრდება. ეს ბავშვის სახელზე იქნება თუ დიდის სახელზე თუ მოხუცის სახელზე, მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ჰარამია. და საკმაოდ დიდი ცოდვა არის ყურანში ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა ბრძანებს, რომ ვინც ეს მევახშეობის ერთ-ერთი სახეობა არის და ვინც მევახშეობას ეწევა, მათ ალლაჰსა და მის შუამავალს ომი გამოუცხადეს. აქედან გამომდინარე, ბავშვის სახელზე იქნება თუ ვის სახელზე იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან დიდი ცოდვა არის, ჰარამია და მორწმუნეს ეს არ შეშვენის, მორწმუნეს შორს უნდა იყოს. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი ის რომ თუ შევიტანთ თანხას ბანკში მხოლოდ შენახვისთვის საპროცენტო დანარიცხის გარეშე. არ ვიცი რამდენად შესაძლებელი არის ასეთი რამე, მაგრამ შესაძლებელიც რომ იყოს. ნახეთ, შენს მიერ ბანკში შეტანილი თანხა ის სადმე ბანკის ერთ-ერთ თაროზე სადმე კუთხეში არ დევს და შენ არ გელოდება, როდის მიაკითხავ და გამოიტან. არამედ ის თანხა შედის სხვა ფულთან ერთად და მიმდინარეობს მიმოქცევაში ჩაეშვება ეს ფული. შენ რომ გამოხვალ, შეიძლება 2 წუთის მერე შევიდეს და პროცენტიანი სესხი აიღოს და იქ რომელ ფულს მისცემენ, შენს ფულს მისცემენ. ეს რა არის? ჰარამში ხელის შეწყობა არის. ჰარამში ხელის შეწყობა ჰარამია იგი. ამიტომაც ამასაც უნდა მოვერიდოთ. შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ბრძანებს, რომ ისეთი დრო დადგება, რომ პროცენტი რომც არ აიღოს და პროცენტით, ანუ მევახშეობით არ დაკავდეს ადამიანი, მას იმ პროცენტის მტვერი მაინც შეეხება და მტვერი მაინც მიაღწევს მასთან. დღეს სამწუხაროდ ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ყველა ჩვენგანს, მათ შორის მეც, ვიწევს ბანკებთან ურთიერთობა. რაც არ უნდა არ მოგწონდეს, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს, ხომ, თქვათ, ფულადი გზავნილია თუ სახელფასო დანარიცხია თუ პენსია არის თუ რაც არის, ამ საშუალებებით აუცილებლად გვიწევს ან ყიდვა-გაყიდვა და ასე შემდეგ ბანკთან ურთიერთობა. და პირდაპირ შეიძლება ადამიანი პირდაპირ პროცენტით და მევახშეობით არ იყოს დაკავებული, იქედან თქვათ ფული არ შექონდეს ანაბარზე და ასე შემდეგ, იმისთვის რომ მას პროცენტები დაერიცხოს და გაუმრავლდეს თანხა, უბრალოდ თანხის შენახვა უნდადეს, ან ხელფასი დაურიცხეს, ან თქვათ რაღაც გაყიდა და ამის საფასური გადმოურიცხეს. ხდება ის ადამიანი მაშინვე მიდიოდეს და ბანკიდან გამოქონდეს ეს თანხა, რომ დიდხანს არ გაჩენდეს და დიდ ბრუნვაში არ მოყვეს, მაგრამ მაინც რაღაც დონეზე შეხება აქვს და მე ვფიქრობ, რომ სწორედ ის მტვერი, რომელსაც მორწმუნეები ახირ ზამანში ვერ გაექცევიან, შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ბრძანებს, სწორედ ეს უნდა იყოს ის მტვერი. რამდენსაც შევძლებთ, მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ. და რასაც ვერ შევძლებთ, იმაზე ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალას პატიება უნდა ვთხოვოთ.